და მეუნება ჩემი ბუღალტერი, მეუნება აუდიტის სამსახური, რომ რა თანხასაც გადავხდი, მისი 18% უნდა გადავიხადო მთლიანობაში. აი სიტყვაზე ვთქვათ, აი ეს შემოვიტანე, გავამბაჟე, ზუსტად რო იყოს გასაგები, გავამბაჟე, მომაკ, ვჩუქნი, ვისაც ვჩუქნი საბუთი აქვს, ეს არის აქ პრობლემა, ვისაც ვჩუქნი ამას საბუთი აქვს, რომ ეს არის ეტლი და აი ამას ჭირდება და იმას აქვს, რომ ის ავად არის და ამის დამადასტურებელი საბუთი და არა, მეუნება უნდა გადაიხადონ მთლიანად მოგების გადასახადი არა, მთლიანად თვით ღირებულების 18%. გინდა ოპერაცია დავაფინანსოთ ბიზნესმენებმა ჩვენ და გინდა ნებისმიერი ნივთი ვაჩუქოთ. მე ესეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ნებისმიერი სხვა თქვათ ჩუქების შემთხვევაში, აი მობილურია, საათია, თუ სხვა ნებისმიერი რამე, კი ბატონო, დაუშვათ, დაიბეგროს, მაგრამ ჩვენ ვის ვჩუქნით, ხო ვიცით და საბუთი არსებობს და ეს მე ვერ წარმომედგინა. მე ახლა ყოველ დღე შემოდის, ხო? დამეხმარე ძალიან ბევრი განცხადებები შემოდის და არავინ ეს არ იცის. აი ეს 90-მა ალბათ 95%-მა არ იცის, ეს თვით ბუღალტრების იქით არავინ არ იცის და მინდა უბრალოდ თქვა, რომ ეს არ შეიძლება. ეს არაფრით არ შეიძლება. ქვეყანა როცა ამოდენა ქვეყანას ისეთი გაჭირვება არაფერი არ აქვს, რომ ეს დაიბეგროს და ამ შემთხვევაში ჩვენ ამას უბეგრავთ ამ გადასახადით, ეს მე არ მიმაჩნია მიზან შეწონილად და რა თქმა უნდა ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ ეს რამენაირად მინდა ამ პარლამენტარებს თხოვო, ხო? ისეთ რაღაც კანონებს რო ღებულობთ, ხო შეიძლება აი ერთ დეპუტატს ეს გაახსენდეს, ეს საკითხი დააყენეთ და ეტლი მაინც გავანთავისუფლოთ გადასახადიდან. ეტლის შემოტანა მაინც არ გავამბაჟოთ. ეტლი ოპერაცია და ასე შემდეგ. ახლა მეუნებიან ისეთ